თანამედროვე მეცნიერებამ დაადასტურა ღვთივ გამოცხადებული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ დედის წიაღში განაყოფიერებისთანავე ჩაისახება გვირგვინი ქვეყნიერებისა, ხატი ღვთისა ადამიანიდან. ნათქვამიდან გამომდინარე, აბორტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ საფეხურზე ეს გახლავთ დარღვევა საღვთო მცნებისა, საღვთო კანონისა, არაკაცკლა. აბორტი ეს გახლავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო პირდაპირი ამბოხი ღვთის წინააღმდეგ, რომელიც მართალია ადამიანური კანონების მიხედვით არ ისჯება, მაგრამ შეუნანებლობის შემთხვევაში მათ, ვინც აბორტი გაიკეთეს, აუცილებლად ელოდებათ შურისგება უფლისაგან, რომელმაც წმინდა მოსე წინასწარმეტყველისა და პავლე მოციქულის პირით გაგვაფრთხილა და გამოგვიცხადა წმინდა წერილიდან, ჩემია შურისგება და მე მივაგებ. მიტროპოლიტ მელეტის თავის ცნობილ წიგნში აბორტის შესახებ არაერთი საინტერესო ისტორია აქვს გადმოცემული აბორტთან დაკავშირებით. იხსენებს დოქტორ როკველისეულ აღწერას აბორტისას. 2 თვის ორსულს როკველმა ჩაუტარა აბორტი, საშვილოსნოს გარე ორსულობა იყო და ყვება პაციენტს როგორ მისცა ანესტეზიო საშუალება და ოპერაციის დროს როგორ დაინახა დედის წიაღში სითხეში პაწაწინა მიკროსკოპული არსება, რომელიც სულ რაღაც 2.5 სანტიმეტრი იყო და რომელიც ნამდვილ მოცურავეს მოგაგონებდათო, რადგან იგი ერთ წამში ერთ წრეს აკეთებდა და როდესაც პლაცენტა გაირღვა ჩემს წინ, იგონებს როკველი, რამდენიმე წამის წინ ცოცხალი ადამიანი პაწაწინა არსება უკვე მკვდარი იწვა. ეს იყო მამაკაცი. ცნობილი ფრანგი გენეტიკოსის ლეჟენის თქმით, ჩასახვიდან 7 დღის თავზე, ესე იგი კვირის თავზე დედის ციკლი წყდება. მაშინ სადამე პაწაწინა არსება ღვთის მეშვეობით იცავს უკვე საკუთარ სიცოცხლეს და ამავე დროს დედას აგებინებს, რომ ის უკვე მარტო არ არის, რომ მას შვილი ჩაესახა. ჭეშმარიტად სიცოცხლე იწყება არა დაბადებიდან, არამედ ჩასახვიდან, როდესაც წარმოიქმნება უნიკალური განუმეორებელი უჯრედი ზიგოტა, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ჩაისახა. შეიცავს ინფორმაციას მისი აგებულების, სისხლის ჯგუფის, ცილის, ხასიათის, ნიჭის, თმის ფერის და ასე შემდეგ შესახებ. ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ცნობილი აპოლოგეტი ქრისტიანობისა, ტერტულიანე, ცნობილი ქრისტიანი მწერალი ამბობდა, რომ ადამიანი, რომელიც იბადება, ადამიანია აგრეთვე დაბადებამდე, ანუ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ დედის წიაღში იმყოფება. 40 დღის ბავშვი, ჩვილი ბავშვი დედის წიაღში იწყებს მოძრაობას, მაგრამ დედა ამ მოძრაობას ვერ შეიგრძნობს, იმიტომ რომ ჩვილი ბავშვი ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ 30 გრამს იწონის. 82 დღის ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს ყველა ორგანო და იგი ამ დროს უკვე თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს მამის ნეკართიძე. მისი თოთო პაცია გული ერთი დღეღამის განმავლობაში 24 ლიტრ სისხლს გადატომბავს. მას უკვე უყვარს თავისი დედა, მას აქვს სიყვარული თავისი დედის მიმართ და აბორტამდე, რომლის შესახებ მან ჯერ არ უწყის, ნეტარად და დაცულად გრძნობს თავს თავისი დედის უთბილეს და უტკბილეს წიაღში. გამომდინარე ზემოთქმულიდან ყველასათვის ცხადი და გასაგებია, რომ აბორტი, ანუ შვილთაკვლის სოდვა, ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი ცოდვა. მით უფრო ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან და წმინდა მართლმადიდებელ მამათა სწავლებიდან, წმინდა ეკლესიის სწავლებიდან, რომ ყოველი ადამიანი დაწყებული ადამიდან საყოველთაო აღდგომისას უფლის დღეს, უფლის დიდებით მოსვლის დღეს საშინელ სამჟავროზე აღსდგებიან მკვდრებით, მათ შორის აღსდგებიან მუცლად მოწყვეტილი ყრმებიც. ყველა აღსდგება 33 წლის ასაკში და დედები და შვილები შეიცნობენ ერთმანეთს და ისწორედ მაშინ მშობლები გაიცნობიერებენ, გაისიგრძეგანებენ და შეიცნობენ აბორტის, ანუ შვილთაკვლის ცოდვის მთელს დემონურ საშინელებას და ამ ცოდვის მთელს ბარბაროსულ
არს. ხშირად აბორტს იკეთებენ ხოლმე ნივთიერ მატერიალური მოსაზრებების გამო. ასეთების შესახებ ჩვენ შეგვიძლია წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებით ვთქვათ, რომ ამგვარი ადამიანები, რომლებიც აბორტის სოდვით ეცემიან და მონაწილენი აბორტისა, დუმილით, სიტყვით, ინიციატივით და ასე შემდეგ, უშუალო აღსრულებელნი აბორტის ცოდვისა, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებით შეიძლება დავახასიათოთ როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათ შესახებ უფალი სულიწმინდა წმინდა პავლე მოციქულის პირით გამოგვიცხადებს, ესენი ქრისტეს ჯვრის მტრები არიან და მე ვტირიო მათ გამო, რადგან მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება სირცხვილშია, მათი ბოლო წარწმედაა, რადგან ისინი მხოლოდ ნივთიერზე, მიწიერზე, მატერიალურზე ფიქრობენ. ჩვენი მოქალაქეობა, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანების მოქალაქეობა კი ცათაშინაა, საიდანაც მოველით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დიდებით მოსვლას, რომელიც ჩვენს დაცემულ და დამდაბლებულ სხეულებს გარდაქმნისო თავისი დიდებისა და ბრწყინვალების მსგავს სხეულებად. ეფრემ მასური თავის ერთ-ერთ სულებაში აცხადებს, რომ დედებმა, რომლებმაც თავისი წიაღიდან განაგდეს შვილები და დამარხეს ისინი მიწის უკუნში, ასევე საშინელ სამჟავროზე საყოველთაო აღდგომისას თუ არ შეინანებენ სხვა ცოდვებთან ერთად აბორტის აი ამ ცოდვას, ღვთისაგან ასევე განგდებულნი იქნებიან ზეციური სასუფევლიდან მარადიულ უკუნში. ათონელი მამებიც ამბობენ, რომ თუ დედა, მამა და მონაწილენი ჩვილთაკლის ცოდვისა არ შეინანებენ და ამ ცოდვას არასოდეს აღარ ჩაიდენენ, აი ამ შემთხვევაში როგორც მათ არ მისცეს უფლება საკუთარ შვილებს, რომელთაც სიცოცხლე მათ კი არ უბოძეს, არამედ ღმერთმა უბოძა და აქედან გამომდინარე მათ არ აქვთ უფლება წაართვან შვილს ის, რაც არ უბოძებიათ მათთვის, ანუ სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა უბოძა მათ, როგორც დედებმა და მამებმა, მშობლებმა არ მისცეს თავიანთ ჩვილ, ჯერ კიდევ დაუბადებელ შვილებს ეხილათ დღის ნათელი, ასევე შეუნანებლობის შემთხვევაში უფალი არ მისცემს მათ უფლებას იხილონ სიმართლის მზის, ანუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ნათელი და როგორც მათ არ მისცეს უფლება დაბადებულიყვნენ, შობილიყვნენ და დამტკბარიყვნენ სიცოცხლით, ასევე უფალი მათ არ მისცემს უფლება დატკბნენ იმ ზეციური სიკეთეებით, რომელიც ყოველ წმინდა და მართალ ადამიანს ელოდება ცათაშინა წმინდანებთან და ანგელოზებთან ერთად. დღეს საქართველოში ზოგიერთი მონაცემით დაახლოებით 150,000 აბორტი კეთდება. 4 წელიწადში ეს 600,000 ქართველი ადამიანია, 600,000 ჩვილი ყრმა. მოგეხსენება თქვენ რამდენიმე ათეული წლის წინათ ჰიროსიმასა და ნაგასაკაში იზერლიმ თავისი მთავრობის დავალებით 2 ბომბი ჩამოაგდო და ამ 2 ბომბმა მოგეხსენებათ იმსხვერპლა 600,000 ადამიანის სიცოცხლე. თქვენ წარმოიდგინეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო 150 მილიონიანმა იაპონელმა ხალხმა, იაპონელმა ერმა დღემდე ვერ გადაიტანა ეს ტრაგედია და ნუ თუ ჩვენი ერი, რომელიც 4 მილიონი ადამიანისაგან შედგება, შეძლებს გადაიტანოს ეს კატასტროფული ტრაგედია. ყოველ 4 წელიწადში 600,000 ადამიანის სიკვდილი, სრულიად უდანაშაულო, უმანკო ბავშვების სიკვდილი, რომელთა სისხლიც ცას შეღაღადებს და რომელთა კონესა და გოდებაც მოგეხსენებათ ყოველგვარი გამაუტკივარებელი საშუალების გარეშე კეთდება აბორტი, ანუ განსაკუთრებული სისასტიკით მათი მოკვდინება აი ამ ბავშვების გოდება და კონესა მხოლოდ ღმერთს ესმის და სამწუხაროდ არ გვესმის ჩვენ და აბა გავსასრულოთ ძვირფასო თანამემამულენო, აი ამ ათეული წლების განმავლობაში რამდენი მილიონი ქართველი არ დაიბადა მშობლების ნებით. და იშვიათად შეხვდებით ალბათ დღეს საქართველოში ოჯახს, სადაც შვილთყვლელი ადამიანები არ ცხოვრობდნენ. თუნდაც სხვა მხრივ, ყოველ მხრივ სიწმინდეში რომ ცხოვრობდეთ, თუნდაც ამ საზარელი დემონური ცოდვის გამო ვიმსახურებთ იმ განსაცდელებში ყოფნას, რომლებშიც ჩვენ რამდენიმე ათეული, თუნდაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვიმყოფებით.
ბეთლემში ჰეროდემ 14,000 ყრმა მოაკვლევინა, მაგრამ თავისი ცოლისათვის, მარიამნასათვის არასოდეს არ უბრძანებია, არც ნება არ დაურთავს, თავის წიაღში ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი მოეკლა. და ნუ თუ ის ადამიანები, რომლებიც აბორტს იკეთებდნენ, დღესაც იკეთებენ და ზოგიერთ ადამიანს რამდენიმე ათეული აბორტი აქვს გაკეთებული, ფიქრობენ, რომ ჰეროდეზე უკეთესნი არიან. თემურ ლენგმა, როდესაც სასტიკი მარცხი განიცადა ქართველთა ლაშქართან შეტაკებისას, უმოწყალოდ იძია შური მათზე ჩვილი ბავშვების ამოჟლეტით. იმ ადგილას, სადაც დღეს რუსთაველის კინოთეატრია, შეაკრებინა ჩვილი ყრმა ბავშვები და თვითონ იქვე ახლოს ნადიმობდა და ტკბებოდა ამ საშინელი სანახაობით. და ის მამები, რომლებიც ქმრები თავიანთ ცოლებს ან მამაკაცები თავიანთ ეგრეთ წოდებულ შეყვარებულებს ფულს აძლევენ, რათა აბორტი გაიკეთონ, ანუ საკუთარი შვილი მოკლან და იმ დროს, როდესაც მათი შვილის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით აღესრულება მკვლელობა და იტანჯება მათი უმანკო სხეულები, როდესაც ანაწევრებენ და ამ დროს შესაძლებელია მამაკაცები, მამები სხედან რომელიმე სანადიმო ადგილას და სამშობლოსა და შვილების სადღეგრძელოს სვავენ, ნუ თუ ფიქრობენ ისინი, რომ რაიმეთი თემურ ლენგზე უმჯობესნი არიან. ბოლოს და ბოლოს თემურ ლენგი ხოცავდა სხვათა შვილებს, ხოლო ჩვენ ქართველები საკუთარ შვილებს ჩვენი ნებიდან გამომდინარე ვუსწრაფებთ სიცოცხლეს. ჯვარცმა სამწუხაროდ დღესაც გრძელდება დედის წიაღში შვილთა კვლის სახით, რადგან უფალი ბრძანებს, რაც გაუკეთეთ ამერჩემს მცირე ძმათაგანს, ისმე გამიკეთეთ. და ბოლოს ჩვენ ვის წინაშეც არ უნდა ჩავიდინოთ ცოდვა, ჩვენ ყოველთვის ვცოდავთ ღვთის წინაშე, როგორც წმინდა დავით წინასწარმეტყველი შეღაღადებს უფალს 50 ფსალმუნიდან, უფალო შენს წინაშე შევსოდე და ბოროტი შენს წინაშე ვხავ. მოგეხსენებათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოკლულ, დახოცილ, ასევე უდანაშაულო შვილებს ეძებენ დღესაც მშობლები, მათ საფლავებს ვერ პოულობენ და როდესაც პოულობენ საფლავს, ეძლევათ შესაძლებლობა დაიტირონ თავიანთი შვილები, მიახლონ იმ წმინდა ადგილებს, სადაც მათი შვილები განისვენებენ და იმ მშობლებმა, რომელთაც არჩევანი გააკეთეს, არ დაბადებულიყო მათი შვილი და აბორტი გაიკეთეს, იციან მათ სად განისვენებენ მათი შვილების ნატანჯი სხეულის ნაწილები. როდესაც კაენმა მოკლა აბელი თავისი ძმა, ღმერთს რომ სინანულში მოეყვანა, მოუწოდა სინანულისაკენ და კითხა, სად არის შენი ძმა კაენ? და კაენმა თავხედურად, უტიფრად, ყოველგვარი სინანულის გარეშე უნანელად მიუგო. რა ვიცი, მე ხომ ჩემი ძმის დარაჯი არა ვარ. ის მშობლები, რომელთაც არ აქვთ სინანული ამ საზარელი ცოდვის ჩადენის გამო და ამ ცოდვაში მოუნანიებლად აგრძელებენ ცხოვრებას, ალბათ უფალს რომ ეკითხა, სად არიან ქართველო დედებო და მამებო, თქვენი შვილები, რომელთა დაბადებაც არ ისურვე, ალბათ კაენივით უპასუხებდნენ, რა ვიცით, ჩვენი შვილების გუშაგები და დარაჯები ხომ არა ვართ. ღმერთის სიყვარული არს. უფალი გვპირდება, რომ მასთან სინანულით მისულს არავის არ გააძევებს. ჩვენ ვახსენეთ წმინდა დავით წინასწარმეტყველი და გავიხსენებთ კვლავ მის სიტყვებს 50 ფსალმუნიდან, გული შემოსრული, სული შემოსრული ღმერთთან არა შეურაცხყოს, ჭეშმარიტად ვინც სინანულით მიდის უფალთან უძღების შვილივით, ღმერთის სიხარულით იღებს მას და ანიჭებს სულიერ მშვიდობას, იმ სულიერ მშვიდობას, რომელიც ასიაკლია თითოეული ჩვენთაგანის შინაგან ცხოვრებას, ასიაკლია ჩვენს ოჯახურთანა ცხოვრებას, ასიაკლია ჩვენიერის ცხოვრებას და ასიაკლია საერთოდ დღეს ღვთისაგან განდგომილ აპოსტაზირებულ ადამიანთა მოდგმას. ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, მოდით ჩემთან ყოველნი მაშრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ, მოbrundit ჩემსკენ, რათა მეც მოbrunde თქვენსკენ, მომიხმეთ გაჭირვების ჟამს და მე თქვენთან ვიქნებით. შეინანეთ და იწამეთ სახარება, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე გვაფრთხილებს, თუ არ შეინანებთ, წარიწმინდებით. გმადლობთ ყურადღებისათვის.